მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ აი გაოცებული ვარ ამდენი წვალებელი, ამდენი ერეტიკოსი, როგორ სოყვებივით ამოდიან სოციალურ ქსელში და ნუ რა ვიცი, აი რამე თუ გამაკვირვებდა იმ დონეზე ხალხი შეიშალა ჭუიდან და წვალებლობაში გადავარდა, რომ იმ დღეს ხა მეუფე გიორგიმაც გამომიგზავნა ეს ვიდეო და ნუ მე სხვებმაც გამომიგზავნეს, რომ რას ხადაგებს, ანუ რა უნდაო საერთოდ ვინ არისო და რამწვალებლობას ავრცელებსო რა. და რამოდენიმე მღვდელმა გამომიგზავნა კიდე ეს ვიდეო და ვინმე ლევან პეტრიაშვილი არის და ხადაგებს, რომ იესო ქრისტეო ღმერთად არ აღიარებდა საკუთარ თავსო და ებრაელებმა დააბრალესო და აი რაღაცა აბსოლუტური ბოდვებს ავრცელებს რა, რომ თუ მესია იყო, მაშინ ღმერთი ვერ იქნებოდა, თუ ღმერთი იყო, მაშინ მესია ვერ იქნებოდა, იმიტომ იუდაიზმში თითქოს მესია და ღმერთი ერთმანეთის ტოლი არ არის და მოდი აი მოусმინოთ და მე ვუპასუხოთ რა. ლევან, ეხლა შენ გითხარი, აქ რაღაცა სიმბოლოები შევამჩნიეთ ხატებზე და მოგვიყევი რეალურად ბიბლიური ქრისტიანობაში შემოსული იუდაიზმი. ფესვი ქრისტიანობის არის იუდაიზმი. და ქრისტეს კვლელები არიან ქრისტეს სახელით შემოსულები ქრისტეს სამოცამოში. ქრისტე არ უტოლებდა ღმერთს თავს, ეს დააბრალეს, რატო ქრისტე ღმერთის ტოლი იყო და ქრისტე ამას ეთანხმებოდა, მაშინ ის მესია არის, იმიტომ იუდაიზმში მესია ქრისტეს ღმერთის ტოლი არ არის. საიდან ვიცით ეგ რომ თქვა ქრისტე ღმერთს თავს უტოლებდა, ან პირიქით არ უტოლებდა? ეს დააბრალეს ებრაელებმა, რომ შენ ღმერთს უტოლებო, გამოდის რომ ეს მამაოები მეუდეველებს ამართებდნენ, რომ მართლები ყოფილან ებრაელები, რომ ქრისტე მოკლეს. თუ მართლა უტოლებდა ღმერთს თავს, მაგრამ თუ ღმერთს მართლა უტოლებდა თავს, მაშინ ბრალი უნდა ეყოლოდა. ხო. და ბრალი ვერ უპოვოს, თუ ბრალი ვერ უპოვოს, ესე იგი ტყუილად მოკლეს ქრისტე. რა თუ ქრისტე ღმერთს მართლა უტოლებდა თავს და ღმერთი იყო, მაშინ ის მესია აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ იუდაიზმში მესია უზენაესის ტოლი არ არის. ანუ ღმერთი არ არის. ხო. თუ ქრისტე ამბობს რომ მესია არ არის, მაშინ აქ ქრისტე იტყვება, ან ებრაელები იტყვებიან, ან ეს მამაოები იტყვებიან. კაი, ანუ ჩვენ ვხედავთ რომ სამარიტელი დედაკაც რო ეუბნება, თავის თავს მესიას უწოდებს, ხო ქრისტე? ჩვენ ვიცით რომ მესია მოვა. დაჟე სამარიტელებთან ლაპარაკი წაგწეული კონდა იუდეველს. და ქრისტე თავის მოწაფეებს უშლის სამარიტელებთან მისვლა დამოდროულად თვითონ არ გვს ამ ჯულს და მიდის სამარიტელებთან და უხსნის. ამას. ხო. ანუ არ გვს ამ ჯულს. და თუ მესია აღიარა იესო ქრისტე მესია იყო და ასევე მოციქულებმაც აღიარეს რომ მაგალითად ანდრია მოციქულმა რომ გაიგო რომ იესო მესია იყო, წავიდა პეტრეს უთხრა რომ ჩვენ პოვეთ მესიაო და წამოდი გავიცნოთ. ანუ იესო ქრისტეში ხედავდნენ მესიას. მესიას და ეს მესია ებრაულად ნიშნავს ქრისტე არის ბერძნულად და ებრაულად მესია. გასაგებია. ეხლა ნახე, რატომ მოუშარეს რომ შენ ღმერთს გაუტოლე თავიო? იმიტომ რომ ბრალი დაძლეს რომ ბევრი ხალხი მიყვებოდა და ეს შარი მოუდეს და იესო ამ ბრალდებას არ ეთანხმებოდა და თუ ბრალდებას ეთანხმებოდა და ამბობდა იოანეს 10:33-ში რომ ეს ბრალდება მართალი იყო და ის სადღაც ამბობდა რომ მე მესია კი არა ვარ, არამედ ღმერთი ვარ, მაშინ არ უნდა მოეკლათ. ხო. იმიტომ რომ ბრალი ვერ უპოვოს. და თუ ბრალი უპოვოს, მაგის გამო რომ იუდაიზმში ღმერთის ტოლობა სიკვდილით და ჩაქოლით იმსახურებოდა, ჯერ ერთი ღმერთის ტოლობისთვის ჯვარზე სიკვდილი არ იყო. დაჟე თვითონ რომ ვერ მოკლესო და ბრალი ვერ უპოვოს, პილატეს თხოვეს რომ მოეკლათო. და პილატესთვის კი არ უნდა ეთხოვათ, ჯულის მიხედვით უნდა ჩაექონათ ესეთი კაცი, რომ ღმერთს უტოლებდა თავს. გამოდის რომ ბიბლიური ქრისტე არის ის იახვე, რომელიც მოვიდა მათ ებრაელებთან და ეს იახვე ეუბნება რომ თქვენი მამა ეშმაკია, ანუ საკუთარ თავს დებს ბრალს. მაშინ ეტყოდა რომ თქვენი მამა მე ვარ და არა იახვე, ხო? იესო არსად არ ამბობს რომ მამა თქვენი მე ვარ. ხო. და კაცური ადამიანური ბუნებით როგორ იტყოდა მაგას რომ ღმერთი ვარ, როდესაც ზეციდან ჩემი ნების შესრულება არ ჩამოსულა. როგორ ჩამოვიდა ზეციდან თუ თვითონ იყო ღმერთი, ხო? ესე იგი მით ჩამოვიდა ის თვითონ. ანუ ჩემი ნებით არ ჩამოსულა. რასაც ეუბნება ხო? აბრალებდა რომ თვითონ ჩამოვიდა. ჩემი ღმერთი არ არისო, ისი თქვენი ღმერთი მამა რო იყოსო, მამა ჩემიო, მაშინ გეყვარებოდა ჩემი, რადგან ღმერთთანაც მოვისმინოთო, ის გასწავლეთო. მაგრამ ამათმა ვერ მიიღეს. ესენი ამბობენ მართლმადიდებლები რომ ქრისტემო სიმართლე უთხრა და ებრაელებმა ეგ სიმართლე სხვანაირად გადათარგმნა და დააბრალეს. და შედალოცვით მაგას გეუბნებეს რომ ტყუილად დააბრალეს რომ მესია იყო. და თუ იესო აღიარებდა რომ მესია იყო, მაშინ ის ვერანაირად არ იქნებოდა უზენაესის ტოლი. და თუ უზენაესის ტოლი არ იყო, მაშინ მესია ყოფილა. ხო, ანუ მესია ყოფილა და ესეც თუ ისეც ტყუილა მოკლეს. ყველანაირად ტყუილა მოდის. ეხლა წარმოვიდგინოთ იესო არის ღმერთი. ღმერთი მოკლე ჯვარზე, ებრაელებმა ეს იცოდნენ. და თუ ვიტყვით რომ იესო ქრისტე ამბობს რომ მესია, მაშინ ებრაელები ტყუიან, იმიტომ რომ მესია უზენაესის ტოლი არ არის. ებრაულ გაგებაში ტყუილად დასდეს ბრალი, რომ შენ თუ მესია ხარ, კაცო, რას გეჩვით, რატო უნდა მოკლე. ხო. მაგრამ თუ იესო ამბობდა რომ მესია არა ვარ, მაშინ მართლა იყო უზენაესის ტოლი და თავს ღმერთად აცხადებდა. რის გამოც მართლად მოკლეს.
ბრალი კი ვეღარ უყურებს, ანუ ბრალდები წავუყენეთ და თორას მიხედეთ მართლა იმსახურებდა ეს ამ სიკვდილს, მაგრამ პილატესთვის კი არ უნდა ეთხოვოთ მოკალია. თვითონ უნდა ჩაიქოლათ. პილატე ხო ხელ ანუ მაშინ ბრალიც არის. ხო, მე ბრალს ვეყოლებ, ხო ამოს პილატე. ჩვენ ჯურისთან გასავთო, ჩვენ ჯურში გვიწერიათო რომ არ უნდა ჩავხროთ კაცო, არ გვაქვს ეგეთი. არსად აწერია ჯურში რომ არ აქვს თუკლება. პირდაპირ წერია მეორე ჯურის 1030-ში რომ ვინც იახვის გარდა სხვა ღმერთს ხადაგებს 113 და მესია, გაიყვანე ჩაქონე. ანუ იესო ქრისტე თუ ხადაგებდა თავის თავზე რომ იყო ღმერთი და ღმერთის თორე. ის იუდაიზმის მიხედვით მოსაკლავია. მე მგონი რა მოხდა იცი? ბრალდება არის და ხელებისაც აღარ დაიბანდა ის. იესო ქრისტეს ონც ეთქვა რომ მე ღმერთის თორი ვარ, იმ ღმერთს რა ეკო მესაც თავს უტოლებ. ხო ვირა ერქვა ეგ საკითხავი და საკითხავი ის არის რომ აი მეგობრებო, ეხლა რასაც მოусმინეთ, ხო, აბსოლუტური ბოდვა არის, მკრეხელობა, იმიტომ რომ ახალ აღთქმის ტექსტში 100-ზე მეტ ადგილას არის დაახლოებით დაფიქსირებული, 100, 200-ზედაც შეიძლება იყოს, ესე იგი 200 ჯერ დაფიქსირებული, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი. და აი თვითონ მაცხოვარი, გარდა იმისა, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ თუმცა იგი ძე ღვთისა იყო, ხატი ღვთისა იყო, არანატაცება შეერაცხა სწორად ყოფათ იგი სწორებად ღვთის ისაო, არამედ თავითვისი დაიმდაბლა და მონის ხატება მიიღო. ანუ პირდაპირ წერია, რომ ღმერთის ხატი იყო, ღმერთი იყო და ნატაცებად არ შეურაცხია ეს ყველაფერიო, თავისი თავი დაიმდაბლაო და ღვთის ხატმაო, მონის ხატება მიიღო, ხო? და რომაელთა ეპისტოლეში პირდაპირ წერს მე-9 თავში, რომ მათნი არიან მამანი და მათგან არის ხორციელად იესო ქრისტე, ღმერთი კურთხეული ყოველთა ზედა უკუნისამდე ამინ. აი პირდაპირ წერია, ხო? და ეხლა პავლეს ეპისტოლეს, პავლენს რო თავი დავანებოთ და კათოლიკე ეპისტოლებს და ასევე იოანეს გამოცხადებათ, თვითონ სახარების ტექსტში მოციქულთა საქმეებსაც დროებით თავი დავანებოთ. ლუკა მახარებლის დაწერილს, ხო? აი პირდაპირ სახარების ტექსტში არის, რომ მაცხოვარი თავის თავს ნამდვილად ღმერთს უტოლებდა კი არა, უტოლებდა არა. ღმერთი არის ნამდვილად განკაცებული და ემოდი სად-შანს ეს. აი იოანეს 10:30-ში პირდაპირ მაცხოვარი ამბობს, მე და მამა ერთი ვართ. ანუ რა ბუნებისაც არის მამა, იგივე ბუნების მატარებელი ვარ მე, ანუ მე და მამა ერთი ბუნებისა ვართ. ესე გამოდის, რომ საღვთო ბუნების მატარებელი არის მაცხოვარი იესო ქრისტეს და თანამარადიული არის მამისა, რაც იოანეს სახარების დასაწყისში კარგად არის ხო გადმოცემული, რომ პირველიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა და მისივე კოლასელთა ეპისტოლეში ხო, რომ მის მეშვეობით შეიქმნა საუკუნეები. ამიტომ ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ ეს ნამდვილად ესეა. ეხლა რაც შეეხება თვითონ იუდეველების რეაქცია რა იყო ამაზე, როდესაც თქვა მე და მამა ერთი ვართ, ხო იუდეველებმა ესე იგი ქვები აიღეს მის ჩასახოლად და რო უთხრეს, იმიტომ გქოლავთო, რომ კაცი ხარო და ღმერთად გიყოფიეს თავიო, იქვე იოანეს 10:30, ანუ მათ ძალიან კარგად გაიგეს, რომ ქრისტე ნამდვილად ღმერთად გამოაცხადა თავისი თავი და ნამდვილად არ იყიდევაც ღმერთი ყოველთაზე და უკუნისამდე კურთხეული ამინ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ასევე იოანეს 8:58-ში პირდაპირ ქრისტე ამბობს, რომ ვიდრე აბრაამის ყოფამდე მე ვარ. და აქ მე ვართან იყენებს ესეთ ებრაულ, ესე იგი ბერძნულ ტერმინს ეგოიმი, ანუ მე ვარ. ეგოიმი, ანუ მე ვიყავის კი არ ამბობს, მე ვარ, ანუ მარადიულად მყოფი ვარ. აი სუში რაც არის რუსულად, მყოფი, ანუ ყოფიერების გამსაზღვრელი ტერმინი, იხვხ იგივე ტეტრაგრამატონი, ესე იგი 400 რაც არის, ხო ებრაელებთან 2200-იანი დამწერლობა ჰქონდათ, როგორც ფინიკიელებს, ანუ სემიტურში 2200-ა და თანხმოვნები იწერებოდა და ხმოვნებს ზეპირად ახმოვნებდნენ და იხვხ ესე წერია და აი ეს იხვხ არის მას მოსეს ეუნება მოყლოვანში ღმერთი, რომ მე ვარ იახვი, ანუ მე ვარ რომელი ვარ. და აი ქრისტე ფაქტიურად იგივე ეუნება, რომ მე ვარ, ანუ მე ვარ ღმერთი, ანუ მე ვარ იგივე იეჰოვა, იგივე იახვე. და ეს ძალიან კარგად ჩანს ასევე მე-19 თავის 24 მუხლში, ხო? დაბადების შესაქმნის, სადაც წერია აწვიმა იეჰოვამ იეჰოვასაგან გოგირდი და წუნწუბა, ანუ ორი იეჰოვა ჩანს, მამა და ძე, მამამ ძის მიერ აწვიმა, ანუ აი ამ მუხლითაც შეიძლება დავა თუნდაც რასელისტებთან, რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს ღვთაებრიობას, ღვთაებრივი ბუნებაც კიდე არასწორი ტერმინია, საღვთო ბუნებას, იმიტომ ღვთაებრივი არის ღმერთთან მიმსგავსებული, ღმერთთან მიმსგავსებულს ვერ იტყვი ჭეშმარიტ ღმერთზე, ხო? ანუ საღვთო ბუნება. ქრისტეს საღვთოობა. სინედრიონის წინაშე, ესე იგი, ქრისტე ამბობს პირდაპირ მარკოზის მე-14 თავის 61-64 მუხლებში, როდესაც ღვთელმთავარი კაიაფა ეკითხება, შენ ხარო ქრისტე ძე ღვთისა კურთხეულისაო და ქრისტე პასუხობს, მე ვარ და ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას ჯდომარეს ძალის მარჯვნიდან და მომავალ ცის ღრუბლებით. ანუ ქრისტე პირდაპირ ეუნება დანიელის წიგნზე, გახსოვთ ხო დანიელის ხილვაში მე-7 თავის მე-13-მე-14 მუხლებში არის ძე კაცისა, რასაც ქრისტე თავის თავს უწოდებს, როგორ ესე იგი მოდის ღრუბლებზე, ხო? და აი ეს მუხლი მოყავს, რომ მე ვარო ეს რაც დანიელის წიგნში არის ნაწინასწარმეტყველებიო, ხო? ხო. ამიტომ ძალიან ბევრ ადგილას, იგივე, როდესაც ეუნებიან
შენ ხარო იესო ქრისტე ნაზარეველიო და მე ვარო, ანუ ეგოიმი იგივეს ეუნება და ისეთი ძალით იტყვის, ამას რომ ჯარისკაცები დაემხობიან მიწაზე, ხო? ამიტომ იესო ქრისტე ღმერთს არ უტოლებდა თავს კი არა, ის აღიარებდა პირდაპირ, ის არის ღმერთი. და როდესაც თომა მოციქულმა უთხრა უფალი და ღმერთი ჩემიო, არ გაუკიცხავს თომა და არ უთქვია რომ ღმერთს ნუგმობ და ასე შემდეგ და ის როგორც ღმერთი ყოველთვის იღებდა თაყვანისცემას, ხო? როგორც მიდიოდნენ და თვითონ ესე იგი რატო უნდათ ებრაელებს ჩაქულა რომ შეგენდო შენი ცოდვებიო ქრისტე რო ეუნა, იმიტომ რომ იუდეველებმა კარგად იცოდნენ და იუდაიზმში რომ ცოდვების მიტევება მარტო ღმერთს შეუძლია და ქრისტე მიუტევა ცოდვები, ანუ პირდაპირ ეს იყო ის რომ მან რა თქმა უნდა როგორც ღმერთმა მიუტევა და ეს ებრაელებმა დაინახეს და ამიტომ ღმერთი დაგმოო. ასევე პეტრე მოციქულს ეუნება, ხო? ვინ ვარო მეო, ზოგი ამბობს რომ ელია, ზოგი და თქვენ რა სიტყვითო და ესე იგი პეტრე მოციქული ეუნება, შენ ხარ ღმერთი, ესე იგი შენ ხარ ცოცხალი ღვთისაო, ხო? და ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარ იონა, ანუ იონას ძეო, რადგან ხორცელასის ხმა კი არ გამოგიცხადა ეს არამედ ჩემაზე ციურმა მამამო, ხო? პირდაპირ ეუნება ქრისტე. ამიტომ ძალიან ბევრია ხა ხვალდილამდე ვერ მორჩებით ამ უხლების ჩამოთვლა, სადაც პირდაპირ ჩანს რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, ხო? და ხარად შეეხება თვითონ ამის მეორე ბრალდებას ამ ვიღაც ტვინ ნაღრძობის რომ ესე იგი ქრისტე იუდაიზმში რომ მესია არ არისო ღმერთის ტოლიო და თუ უზენაეს უტოლებდაო თავსო, მაშინ მესია ვერ იქნებაო და რაღაცა ბოდვებს რო იმაშება. პირიქით ძველ აღთქმაში ძალიან ბევრგან ჩანს რომ მესია და უზენაესი იგივე ღმერთი ერთი და იგივეა და რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო და ამიტომ აი ეს არის რომ ებრაელებს როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს რომ თვალით ხედავდეთ და ვერ დაინახოთ, ყურით გესმოდეთ და არ გესმოდეთ, რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გულიო, ხო? თვალით ხედავენ და თვალით ვერ ხედავენო და ესა რომ არ მაღიარონო, ხო, ვერ შემიცნონო. ამიტომ აი ნახეთ ძველი აღთქმის პირდაპირ დოგმატურ ფორმულას მესია ესე იგი ღმერთი როგორც ახალი აღთქმა, მაგრამ შეიცავს ტექსტებსაც მოსალოდნელი მესიანურ ფიგურას მიეწერება ღვთიური სახელები, ატრიბუტები, თაყვანისცემა და მარადიული მეუფება. სწორედ ამ ადგილებს იყენებდა ადრეული ეკლესია ქრისტეს საღვთო ბუნების დასასაბუთებლად. აი მაგალითად ესაიას მე-9 თავის მე-6 მოხლი. ნახეთ ანუ მესიანურ ყრმას ის ვინც უნდა იშვეს, იცით რომ ესაიას ეკუთვნის ყველაზე დიდი წინასწარმეტყველება ერთ-ერთი ღმერთის განკაცებაზე, ხო? პირდაპირ სახელი არის, ესე იგი რომ ესე იგი ახალწულმა მუცლად იყოს და ეწოდოს ესე ეწოდოს, ესე იგი ემანუელ, რომელსაც თარგმანები ჩვენთან არის ღმერთია. პირდაპირ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. ესაია პირდაპირ ამბობს, რომ ის ვინც უნდა განკაცდეს, ის არის ღმერთია ჩვენთან, იმიტომ რომ პირდაპირ ღმერთმა შეისყა ხორცი და ჩამოვიდა ჩვენთან. ეს არის ესაია 7:14 და ესაიას 9:6 ეხლა ვნახოთ რა წერია. დაერქმევა მას სახელი საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი. ანუ ის ვინც უნდა განკაცდეს და ის ვინც მიქას მიხედვით, მიქა წინასწარმეტყველის მიხედვით ბეთლემში უნდა იშვას ბაგაში, არის ზუსტად ღმერთი ყოვლა ძლიერი და ესე იგი ამას ებრაულში ეწოდება ელ-გიბორ. ელ-გიბორ არის ღმერთი ყოვლა ძლიერი, რომელიც იგივე ფორმით ხვდება ესაიას 10:21-ში და იქვე აშკარად იეჰოვას მიმართ გამოიყენება. ანუ იგივე ტერმინი, რომელიც უშუალოდ ღმერთს აღნიშნავს, აქ მიეწერება მომავალ მესიანურ მეფეს, ანუ იესო ქრისტეს. ეხლა მიქას 5:2-ში რა წერია, რომ ესე იგი ბეთლემში დაიბადებაო, ესე იგი მესიაო და მარადიული დღეებიდან იქნება მისი შობაო, ანუ მარადიულობიდან იშვებაო და ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი, მიწიერი გაგებით ადამიანი მარადიული შობით არ იშობა. მარადიული მარტო ღმერთი არის და საუკუნო დღეებიდან იქნება მისი შობაო, ანუ ის ვინც ბეთლემში ადამიანური ბუნებით იშვებაო, ის მარადიულად იშვება მამა ღმერთისგან, ანუ ღმერთი არის. მიქას ამაზე თვითონ ებრაელებიც ვერ სცემენ პასუხს. აი პირდაპირ წერია მიქასთან, რომ ბეთლემში უნდა იშვას ის, ვინც მისი შობა არის მარადიული დღეებიდან და ეხლა ზოგი რო ამბობს, რომ ესო ეზრა არისო, ჯერთი ეზრა არ დაბადებულა იმაში ბეთლემში, ეზრა ბაბილონის ტყვეობაში დაიბადა და მეორეც ერთი კიდე ბეთლემში დაბადებული, ანუ იესო ქრისტე არის მარადიულად შობილი მამისგან და აი ამას რომელი წინასწარმეტყველი იშვა მარადიულად, აი ზედროულად, აი მოსე იშვა, ეზრა იშვა, ნეემია იშვა, ეზეკიელი, დანიელი თუ რომელი, არც ერთი. იმიტომ რომ აქ არის პირდაპირ მის საღვთო ბუნებაზე, ანუ აქ იტყუება ეს ლევან პეტრიაშვილი, ეს ერეტიკოსი, რომ თითქოს ღმერთი და იეჰოვა იუდაიზმში თანასწორი არ არის. უბრალოდ ებრაელებმა უარყვეს ეს, თორე ძველი აღთქმის ტექსტებში ყველგან არის წინასწარმეტყველება, რომ მესია, რომელიც უნდა მოვიდეს, მასიახი, ის არის პირდაპირ ღმერთი. და არა ჩვეულებრივი წინასწარმეტყველი, რომელსაც ეხლა ელოდებიან და ანტიქრისტე იქნება ის, ვისაც მიიღებენ. მეო ჩემი მამის სახელით მოვედი და არ მიმიღეთო და ვინცო თავის სახელით მოვა, იმას მიიღებთო, ხო, ქრისტე ამბობს. ასევე დანიელი 7:13-ში ძე კაცისა იღებს თაყვანისცემას, ნუ საღვთო თაყვანისცემაზეა ლაპარაკი
და მიეცა მას მეუფება, დიდება და სამეფო და ყველა ერი, ტომი და ენა ემსახურებოდა მას. მისი მეუფება მარადიულია, აი პირდაპირ წერია, მისი მეუფება მარადიული, ჩვეულებრივი მოკვდავი ის და თაყვანისცემას იღებს როგორც ღმერთი. აქ გამოყენებული არამეული სიტყვა პელახ ემსახურებოდა ძველი აღთქმის სხვა ადგილებში რელიგიურ მსახურებას აღნიშნავს, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს. მეტით ცის ღრუბლებით მოსვლა ძველ აღთქმაში იაჰვეს ატრიბუტია, მაგალითად 104 ფსალმონის მესამე მუხლი, ხო? ანუ ძეკაცისა ფიგურა მონაწილეობს ღვთიურ ხელისუფლებაში და იღებს უნივერსალურ თაყვანისცემას. ასევე 45 ფსალმონის მე-6 მე-7 მუხლებში მესიანურ მეფეს ეწოდება ღმერთი. ასევე 45 ხო, ტახტი შენი ღმერთო უკუნითი უკუნისამდე, კვერთხი შენი სუფევის კვერთხია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მესიაზე პირდაპირ. ებრაული ტექსტი პირდაპირ მიმართავს მეფეს სიტყვებით ღმერთო, ანუ ელოჰიმ და ელოჰიმ მინდა გითხრათ, რომ არის მრავლობითში, აი დაბადების წიგნით შესაქმნის იწყება ბერეშით ელოჰიმ, ანუ დასაბამში ღმერთებმა შექმნეს სადამიწა. მხოლობითში ღმერთი არის ელოახ. აქედან მოდის სემიტური ალახ, რომელიც იცით რომ არაბების და ებრაელებიც სემიტები არიან და ელოახი, ებრაული ელოახიდან მოდის არაბული ალახი, ანუ რეალურად არაბებიც უნდა თუ არ უნდათ ებრაელების ღმერთზე ლოცულობენ, იმიტომ ელოახი არის იგივე ალახი. ეხლა ისინი სხვა მნიშვნელობას დებენ, მაგრამ თვითონ სახელით ვიძახი, მე ელოახი არის ებრაელების ღმერთი, იგივე ალახი. და ისე თქვენ რომ შალომ ალეხემ არის იგივე სალამ ალეიქუმ და ანუ ფაქტიურად ებრაულიდან აქვთ გადაღებული ამ არაბებს. დავით ის ესე იგი მეფეზე, რომელიც მარადიული ტახტი აქვს, სწორედ ამ უხს იყენებს ახალი აღთქმა ქრისტეს მიმართ. 100 ფსალმონი უფალმა უთხრა უფალმა ჩემს უფალს დაჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დავამხობდე ჩემს ტრებს ჩემს ფეხთა სადგამად. ხო აი პირდაპირ არის რომ დავითს ეუბნება უფალი, რომელიც იაჰვეს მარჯვნივ ზის ღვთიური ავტორიტეტის პოზიციაში. ძველი ეკლესია ამ ტექსტს ქრისტეს ღვთიურ სტატუსზე მიუთითებდა. ხო, ანუ ამას პირდაპირ პეტრეც იმოწმებს ამ უხს, იცით ხო, რომ როდესაც პენტეკოსტის, ანუ სულწმინდის გარდამოსვლისას პეტრემ იქადაგა, ეს მოციქულთა საქმეებშია აღწერილი, მეორე თუ მესამე თავია ზუსტად აღარ მახსოვს, პირდაპირ ამბობს პეტრე, რომ დავითიო მოკვდაო და ჩვენ შორის არისო მისი საფლავიო და აი ნახეთ რას ეუბნება, დაჯექი ჩვენ შორის ვიდრე დავამხობდე მტერთა შენთა ფეხთა ქვეშე ჩემთაო, ხო? ანუ ესა შენთაო, ანუ ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხთა სადგამად დავამხობდე, ეს ქრისტეზე არის პირდაპირ. ზაქარიას 12-ში შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს. ზაქარია 12-ში თავად იაჰვე ამბობს, შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს. აქ მოლაპარაკე თავად ღმერთია, თუმცა აღწერილია მისი განგმირვა, რაც იდუმალად აერთიანებს ღვთიურ სუბიექტს და ტანჯულ ფიგურას. ანუ ღმერთი ამბობს, რომ შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს, ანუ თავის თავზე ამბობს. იესო ქრისტე, მეორე ჰიპოსტასი და ადამიანური ბუნებით ის რა თქმა უნდა ჯვარზე გაეკრა, სახტო ბუნებით უკვდავია რა თქმა უნდა და ხო, აი მოკლედ ეს არის, ძალიან ბევრი მუხლები არის და ნუ აი აბსოლუტურად რაღაცას ბოდავს და ეს არ არის ასე თქვათ გასაკვირი, იმიტომ რომ თვითონ ქრისტე წინასწარმეტყველებდა ამაზე, რომ ბოლო ჟამს აღდგებიან სრულ ქრისტენი და სრულ წინასწარმეტყველიო და ასე შემდეგ და ბოლო ჟამსო ძალიან ბევრი სრულ წინასწარმეტყველი გამოჩნდება, რომლებიც სექტებს დაარსებსო და ათასობით იქნება ეს სექტებიო, ხო, ეგნატე ბრიანჩანინოვიც ამბობდა და ასე შემდეგ, სხვა წმინდა მამები.